გულის ნანატრს და სიცარიელეს, ვინც რას მოველით და აღმოგვივსებს, აგვისრულებდეს ამ დღისთვის მადლი, სვეტი ცხოველი და ვარდობის თვე. ძვირფასებო, გახარებდეთ აისიც და დაისიც, უხილავ მტერს ამარცხებდეს დაე ეს თვე მაისი. ხილულ უხილავ მტერს ლახვარი, ვიცით ლეგენდა მისი გმირობის, ორსავ სოფელში ჩვენთვის მზად არის, დაგვიცვას ერი წმინდა გიორგი. მკვიდრნი ხართ წმინდა ედემის, მენელ საცხებლე დედები, თქვენი ლოცვით და ვედრებით, წამს რომ ერთმანეთს შევხვდებით. აი ესე განსხვავებულად დავიწყე ძვირფასებო დღევანდელი გადაცემა. გილოცავთ პირველ რიგში მაისის შემოგზანებას, შემდეგ მენელსაცხებლე დედების ხსენებას და შემდეგ წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს. მოგეხსენებათ, რომ 365 სალოცავია საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყოველი დღე წმინდა გიორგობაა. მადლი და მშვიდობა ძვირფასებო და სრულიად საქართველო. მადლობა, პატივისცემა თითოეულ თქვენთაგანს გამოხმაურებისთვის, კეთილი კომენტარებისთვის და ყურადღების და იმ პატივისცემისთვის, რასაც ამჟღავნებთ ჩემი გადაცემის და ტელეკომპანია პლიუსის მიმართ. ჩვენ, როგორც თქვით, წინა გადაცემაში დავასრულეთ მეორე სახარების განმარტება ქრისტესშობის მსახურებაზე წაკითხული სახარებებიდან. დღეს ჩვენ დავიწყებთ მესამე სახარების კითხვის განმარტებას. როგორც ადრე გითხარით, კვლავ შეგახსენებთ, რომ ქრისტესშობის მსახურებაზე იკითხება 4 სახარება. ანუ დაგვრჩა განსახილველი კიდევ 2 სახარება. დღევანდელ სახარებას ქვია სახარება მოგვების შესახებ. გახლავთ მათეს სახარებიდან მეორე თავის, პირველი და მეთორმეტე მუხლების ჩათვლით. განმარტების ავტორი კიდევ და კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი ველიმიროვიჩი, თარგმანი კი გახლავთ ჩემი. მაშასე. საზოგადოდ, მოკვდავი ადამიანისთვის უადვილესია ზღვის სიღრმის და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის სიმაღლის კვლევა, ვიდრე კაცთა მოდგმის ხსნისთვის საღმთო ყოვლად ბრძენ განგებულების სიღრმეთა. ამიტომაც ადამიანის ზეთა უმრავლესობა პირველის კვლევით უფროა დაინტერესებული ვიდრე მეორესი. ამიტომაც უმეტესობას შეადგენენ ისინი, ვინც თვალებით იკვლევენ და არა სულით. ისე კი მოსჩანს თითქოს ის არეალი უფრო ფართოა, რასაც თვალები იკვლევენ. სინამდვილეში კი შეუდარებლად უვრცელესი, თვალუწვდენელი და უღრმესია სულით მოკვლეული, რამე თუ სული საღმთო სიღრმეებში აღწევს, გვეუბნება პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლის მეორე თავის მეათე მუხლში. ღვთაებრივი სიბრძნის სიღრმე არც მეტი და არც ნაკლები გამოჩენილა ძველი სამყაროს შესაქმისას, ქრისტესშობით დაწყებული მეორე ახლისაზე. საღვთო სიბრძნის ეს ენით უთქმელი სიღრმე ნიმუშის სახეთ ჰქონდეთ 2 წმინდა მახარებლის, ლუკას და მათეს სახარებით ქრისტესშობის თაობაზე. ისე კი უნდა ითქვას, რომ მახარებლები თუმცაღა ცალ-ცალკე საკვირველ მთლიანობას წარმოადგენენ, მაინც ისე საოცრად ავსებენ ერთმანეთს, როგორც ვარსკვლავი ვარსკვლავს, ზაფხული გაზაფხულს, ზამთარი კი შემოდგომას. და ისევე როგორც
აღმოსავლეთია წარმოუდგენელი დასავლეთის გარეშე, ხოლო ჩრდილოეთის სამხრეთისა, ასევე მახარებლები უერთმანეთოდ ორი მათგანი მესამის გარეშე, ხოლო სამივე კი მეოთხისა და კვლავ როგორც ქვეყნიერების ოთხივე მხარე თავისებურად განგვიცხადებენ სამ ჰიპოსტასური ცოცხალი ღვთის დიდებას და დიდებულებას, ასევე ოთხივე მახარებელი მთლიანობაშიც და ცალკე ქრისტე მაცხოვრის დიდებასა და დიდებულებას. კაცთაგან ერთნი ტემპერამენტის და შესაბამისად მეტსიმშვიდეს და ხორციელსიმთელეს პოულობენ აღმოსავლეთში, მეორენი დასავლეთში, მესამენი ჩრდილოეთში, მეოთხენი სამხრეთში. იმის შესახებ კი, ვინც ამ ოთხ მხარეთაგან ვერცერთგან პოვებს მოსვენებას, ანუ ვერც ხორციელსიმთელეს და ვერც სულიერ სიმშვიდეს, ამბობენ, რომ აქ უკვე თავად არის ზუსტად ამგვარად და სულიერ განწყობილებით კაცთაგან ერთნი უმეტეს განსვენებას და სიმშვიდეს სულიერი წამლის სახით მათეს, მეორენი მარკოს, მესამენი ლუკა და მეოთხენი იოანე მახარებელთან პოვებენ. და თუ ვერცერთ მათგან ვერ იპოვის ვინმე სულიერ სიმშვიდეს და წამალს, სრულიად სიმართლე იქნება ითქვას, რომ ასეთი ადამიანისთვის საერთოდ არ არსებობს ამგვარი საშუალება და პრეპარატი. ყოვლად ბრძენია და ყოვლად მოწყალე ადამიანების შემოქმედი მან უწყის ჩვენი კაცობრივი ბუნების სხვადასხვა გვარობა და სისუსტეები. ამიტომაც მოუგმადლა ოთხი სახარება, რომ თითოეულ ჩვენთაგანს მისი სულიერი ბუნების და შესაბამისად ამ ოთხთაგან ერთ-ერთი მაინც მარტივად და სწრაფად შეითვისოს და ამრიგად მის მიერ შეთვისებული ეს სახარება გაუხდეს გზის გამკვლევად დანარჩენი სამის გულისხმის საყოფელ გასაღებისკენ. აი, ასეთი საინტერესო და უცნაური შესავალი გავაკეთეთ, ვიდრე ჩვენ სახარებაზე გადავალთ კონკრეტულად. ეს თვისებაა თვითონ წმინდა ნიკოლოზ სერბის, რომ მას უყვარს აი ეტაპებად, საფეხურებად მიყვანა ადამიანის გონება ჭეშმარიტებამდე. და ჩვენც აქ თქვენი წინებართვით შევწყვეტ დღეს საკითხავს და გავაგრძელებთ შემდეგში. დააგლოცოთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც ვაგრძელებთ მაქსიმე ახსარებელის მიხედვით. წმინდა და უბიწო საშო ღვთის დედისა ჭეშმარიტად ორ მხრივ დახშული იყო და დაცული ჩასახვამდეც, ორსულობის დროსაც, ორსულობის შემდეგაც და მშობიარობის შემდგომაც. მაგრამ როგორღა იყო დახშულიც და განღებულიც, თუ კი როგორც ნათქვამია, საშოს განმღები ყოველი ძე უფლის წმინდად იწოდება, იგი ქალწულობის ბუნებით იყო დახშული და განუღებელი. მისგან შობილის ძალით კი ყოველივე ბუნებით დახშული არის, განღებული და დამორჩილებული. და განა შეიძლება იყოს ვინმე სხვა, ვინც შეძლებს, ან ვისაც ხელეწიფება თავისი დედის საშოს განღება თავისთვის და მისი დახშულადვე დაცვა, გარდა თავად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლის ჩასახვაც და შობაც გამოუთქმელი საიდუმლოა და ყოველგვარ ბუნებასა თუ გონებას აღემატება? დააკვირდით წინასწარმეტყველების უზენაეს ჭეშმარიტებას, რომელიც მარტივად კი არ გვამცნობს წმინდა ეწოდებაო, არამედ წმინდა უფლისა ეწოდებაო, უფლის წინაშე წმინდაო. და ვისთვის, ან ვიზია ეს ნათქვამი, წმინდა უფლისა ეწოდოს თუ არა მასზე, ვიზეც უფლის ანგელოზი მანამდე ამბობდა და შობილს ეწოდება წმინდა და ძე მაღლისა. წინასწარმეტყველებაში კი ამის შესახებ იმიტომ არის ნათქვამი ასე ზოგადად, საშოს განმღები ყოველი ძე უფლის წმინდად იწოდებაო, რომ ამგვარად დაიფაროს
ამ საწინასწარმეტყველო სიტყვის ძალა, რადგან ეს საღვთო საიდუმლო ჭეშმარიტად ყველა სხვა საღვთო საიდუმლოზე მეტად იყო დაფარული. შეგეციოთ დედა ღვთისმშობელი და ღირსი მამა მაქსიმე აღფსარებელი. ვაგრძელებთ ანგელოზებს კითხვას. ნაწინასწარმეტყველები მესია მოევლინა მხსნელად, რომელიც დაეშვა საპყრობილის ჯურღმულში, რათა გაეთავისუფლებინა უბედური ტუსაღი. უფლის სიბრძნემ ღვთის განსხეულების საიდუმლო დაუმალა დემონებს. ისინი შეეცადნენ იესოს ცდუნებას უდაბნოში და თრთოლვით განეშორნენ მას. მათში გაიღვიძა ეჭმა, რომ ეს საოცარი ადამიანი მესიაა, რომელიც დედამიწაზე მათი ძალაუფლების დასანგრევად იყო მოსული. უფლის ბრძანებით დემონებმა შეპყრობილთა სხეულები დატოვეს. მაშინ დემონებმა იუდეველებს ღვთის ძის სიკვდილით დასჯის სურვილი ახუცრეს. ქრისტეს მოწაფის იუდას გულში სატანა ჩასახლდა. წიგნობართა, ფარისეველთა და იერუსალიმის მცხოვრებთა დაუნდობლობა და სისასტიკემ გაიღვიძა მესიის ღვთაებრიობაში დარწმუნებული სატანა. გამარჯვების მიუხედავად თრთოდა და კანკალებდა. პილატეს ხან აიძულებდა იესოს გამართლებას, ხანაც უარს ათქმევინებდა და ბოლოს ქრისტეს ჯვარზეა გაკრული. მიწა იწვრის, სამყაროს უკუნი ფარავს. ქრისტე ჯვარს ეცვის, მისი ღვთაებრივი სული ჩადის ქვესკნელში, სადაც მართალთა სულები ტყვეობაში იმყოფებიან. იესო ქრისტე ჯოჯოხეთის კარს აღებს, დემონის ძალაუფლებას ანგრევს და იმარჯვებს. ღვთაებრივი ნათელი ანათებს ზეცას, მიწასა და ჯოჯოხეთს. კვლავ ჩემი წიგნიდან ძვირფასებო, ურთულესიდან უმარტივესამდე, ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. დააკვირდი, რამდენ ხანს ძლებს სინანულში ყოფნას. აი მიზეზი მორიგი დაცემის. ადამიანს რომ ეთქვა, მე შევცოდე და შემინდე ღმერთო, შენდობას მიიღებდა აუცილებლად. მაგრამ მან თავის ცოდვაში ღმერთი დაადანაშაულა. შენ რომ ქალი მომიყვანე, იმან მაცდუნაო. ამისთვის დაკარგა 60 ნეტარება და ბედნიერება. ამიტომ იქნებ მეც ადამიანით ვიქცევი, როცა ახსარებაში ყოველთვის სხვას ვადანაშაულობ და არა ვცოდეს საკუთარ თავს. იქნებ ამგვარი ახსარებით კვლავ 60-ის გარეთ ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ ვეზიარები ქრისტეს ყოვლადწმინდა სისხლსა და ხორცს. არ ვიცი ჩემო ძვირფასებო, რა ძალა და განგებულება მაწერინებდა ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან სასარგებლოა ჩემი აზრით სულისთვის. ტრადიციულად კვლავ ვკითხულობთ იმ დღეთა საგალობლებს, რომლებიც გავიარეთ აქამდე მოსვლამდე. ვინც გადის ჯვარცმას ღვთის სიყვარულით, შვებას მოელის სულის აღდგომას, მიაგოს ქრისტე მხსნის სიხარული და უსინათლო დედა მატრონა. იუდას საქმე, სიტყვაც, საკვარი და არც რა, არც ღმერთს, არც კაცს უქია, გვითბობს, გვინათებს, სულებს ლამპარი, ლოცვისა მარტვილთანა სუქიას. ჩამოხსნა ჯვრიდან გოდება მოთქმით,
მგლოვარე დედამ ძვირფასი შვილი, ცრემლები წმინდა მათ შესთხოვს ლოცვით, ერის ხსნას ბასილის რატიშვილის. საქორწინესა სამეუფოსა, უგუნურებით ვართ ვერ მხილველნი, დედა მარიამ და თომაიდა შუამდგომლობენ ერს ეგვიპტელნი. სვით და სჭამეთ სისხლი ხორცი, განვიტეხე და ავითხიე, შეგვიწყალე ქრისტე ლოცვით, აღაპიას და ირინეს. შემდეგი წიგნი იესო. რომელთა ჟამი წილხვედრითვის სოფელსა არა შეალიესო, ეგრეთვე შემოსძლევისა სხივით, ვით არ გადიდებთ დღეს შენ იესო. ვინცა ინატრა სარგო სულისა, საზომით რწმენის მიეწივნესო, მენელ საცხებლე დედებს უკვირდათ, დააძვრა ლოდისა ტკბილო იესო. მენელ საცხებლე დედათა საკვირველი იხილესო, პირველ მათ გამოეცხადათ მკვდრეთით აღმდგარი იესო. არა არს აქა აც აღსდგა ესმით ხმა, ვინც გეძიებსო, ვინცა უშიშარნ გარნაღა მამანი ტკბილო იესო. და ჩემო ძვირფასებო, აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში არ იკითხებოდა ფსალმუნები, რადგან პასექის ჟამნები აღესრულებოდა და კვირა ცხოველიდან მოყოლებული ფსალმუნები უკვე იკითხება ეკლესიაში და მეც გადავწყვიტე, რომ თითო მუხლი თავის განმარტებით გაგაცნოთ ფსალმუნების, რომელიც ასევე გადავთარგმნე თქვენთვის. მაშასე ფსალმუნი დავითისა, წარუწერელი ებრაელთა მიმართ. წმინდა საღვთო წერილის მთარგმნელები, როგორცაც აღმოაჩენდნენ წარწერილს ებრაელთა მიმართ, იგივე გადმოქონდათ ბერძნულ ენაზეც, ხოლო წარუწერელს ისევე ტოვებდნენ, რადგან ვერ ბედავდნენ სულიწმინდის ნათქვამისთვის რაიმეს მიმატებას თავისი მხრიდან. პირველი ფსალმუნი თავის თავში შეიცავს ცოდვილთა და უკეთურება მხილება ბრალდებას. ასევე ურჩევს მათ მარადის საღვთო რჯულის მორჩილებას, რამე თუ ამით შეუძლია ადამიანს ბოროტისგან თავის დახსნა. ეს არის საფუძველი ყველა ფსალმუნისა, რამე თუ ადამიანებს ღვთივსათნო საქმეების აღსრულებას ასწავლის და საუკუნო ნეტარებას მიახლებს. ამიტომაც იწყება იგი ნეტარ არსით. გახსოვთ, ძვირფასებო, იწყება ასე, რომ ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღთოთასა, გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშულოთასა არა დაჯდა. ეს მუხლი კი განგვიმართა წმინდა თეოდორიტემ და გრიგოლ ნოსელმა. შევთხოვოთ მეოხება. მაშასე ნეტარება არის ადამიანის მსგავსება ღვთაებასთან. ნეტარ არს მეუფეთა და უფალი ხელმწიფეთა, გვეუბნება პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლის 6 თავის 15 მუხლში. დავითი წინასწარმეტყველებას დასაბამსუდებს ქრისტეზე, რომელიც უნდა შობილიყო მისი მოდგმიდან. ამიტომაც უწინარეს ყოვლისა წინასწარმეტყველი ღმრთის მოიმედეთ და მის მსასოებელთ ნეტარ ყოფს. ფსალმუნთ მგალობელი ნეტარს უწოდებს კაცს და ქალისთვის არაფერს ამბობს, რადგანაც ორივე ქმნილება თანაბარ პატივშია ერთი და იგივე ბუნების გამო. ღვთის სიტყვა აქ კაცებთან ერთად გულისხმობს ასევე ქალებს, რამე თუ ერთია სათნოება და საზღაურიც ორივესთვის ერთი და იგივეა. ღვთაებრივი ნეტარების პირობად აქ ჩვენ ზრახვათა სიწმინდე და ყოვლისაგან ბოროტისა გონივრულად განშორება გვევლინება. უღმრთო არის ყოველი უმადლო ადამიანი, ხოლო უსჯულო ეს არის ადამიანი ცბიერი
და მზაკვარი, ბოროტისაკენ წამქეზებელი და მაცდუნებელი. უღმრთოთა ზრახვის ქვეშ იგულისხმება ასევე დემონებისგან მიღებული ცოდვიანი ზრახვები, რომელთა ტკბობითაც ადამიანი ცოდვის ჩასადენად მზად ყოფნას აჩვენებს. ესე იგი დგება გზასა ცოდვილთასა და საბოლოოდ მიეცემა ცოდვიან ვნებებს, რაც ნიშნავს კიდეც ჯდომას საჯდომელსა უსჯულოთასა. ეს განმარტება კი დაგვიწერა წმინდა ბასილმა დიდმა, იოანე ოქროპირმა, ათანასემ თეოდორიტემ და შევთხოვოთ მეოხება ჩვენთვის. და ჩემო ძვირფასებო, თქვენ იცით, რომ ვამზადებ კიდევ მომავალ წიგნს, რომელსაც ერქმევა ჩემი ლოცვა და აიქიდან წაგიკითხავთ კიდევ ერთ შედგენილ ჩემ ლოცვას წმინდა გიორგის მიმართ. ეს დაიწერა, ვერ ვამბობ რომ დავწერე, დაიწერა უბრალოდ მისი ტროპარის და მიხედვით. ასეთი ლოცვა აღსარება გამომივიდა. ტყვე სიცრუვისა, გლახაკი სათნოებითა, ხოლო ნელთბილობითა სნეული. გევედრები შეეწიე სულსა ჩემსა მეუფებად ხორცისა, რათა შენითა წინამძღოლობითა მიიწიოს ქრისტესა მიმართ, რომელმან გვირგვინოსან ყო შენ. ჩემო ძვირფასებო, მე ასევე გადავწყვიტე, რომ გაგაცნოთ დაუჯდომელი საგალობელის თარგმანი ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის ხატის ტიხვინისად სახელწოდებულისა. არის დაუჯდომელი, მაგრამ ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე მომიტევეთ, რომ მე ვიჯდები და ისე წავიკითხავ. კონდაკი პირველი. ზესთან ბრძოლისა ჩვენისა, დედოფალსა ჩვენსა ღვთისმშობელსა, მადლობისა გალობასა შევწირავთ გამოჩინებისთვის საკვირველთმოქმედისა ხატისა მისისა, რომლისა მიმართ მარჯამს მილტოლვილნი ხილულ და უხილავ მტრისაგან ხსნასა მოიღებენ, ხოლო შენ ვითარცა მოწყალემან დედამან და დედოფალმან ცისა და ქვეყანისასა შეიწირე მცირედი ესე ვედრება ჩვენი და ვითარცა ძველად ჟამსა ამასცა მოიღე წყალობაი ჩვენზე და ჩვენთვის მოუკლებელ ვედრებითა ყოვლისა ჭირისა და ზედამოსვლისაგან მიხსენ მხმობელნი შენი. გიხაროდენ დედოფალო წინა შეღმთისა მოწყალეო შუამდგომელო ჩვენო. ჩემო ძვირფასებო, ვიდრე დავასრულებდე გადაცემას ლექსათქმული სახარებით, მინდა კვლავ მოგიყვეთ ერთი ასეთი საინტერესო იგავი. წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი ბილიკებზე შედგომილია გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომელსაც მიაქვთ მხარზე გადებული თავისი კუთვნილი ჯვარი. ერთი ადამიანი სულ წუწუნებდა და სულ ამბობდა, რომ ძალიან მძიმეა ჩემთვის, ეს ჯვარი ძალიან გრძელია, ასეთია, ისეთია და ადგა და იქ გადაუხვია ტყეში, ცოტა მოახერხა და გახარებულმა იმით, რომ ესე მოხერხებულად შეიმსუბუქა, ასე ვთქვათ, თავისი ხვედრი, კვლავ გააგრძელა გზა ამ ადამიანებთან ერთად, მაგრამ აი მოხდა ასეთი რაღაცა, რომ წინ შეხვდათ გასავლელი უფსკრული. ამ უფსკრულზე გადასასვლელად ყველამ თავისი ჯვარი გადო, ზედ და მშვიდად გადაიარა. მაგრამ აი ამ ადამიანმა, ვინც მოახერხა თავის ჯვარს გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ ვერ შეძლო მეორე ნაპირზე მიღწევა და ჩავარდა უფსკრულში. მიხვდით ძვირფასებო, რომ ალბათ კი არა, ეს არის ნაგულისხმები, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ გზას ადგანან,
გახლავთ მთელი კაცობრიობა, რომელსაც ქრისტესგან განკუთვნილი ჯვარი ერგო. და მე რადგან ახლა ეს ასე გითხარით, ამას დავამატებ ჩემ დაწერილ ლექსს, რომელიც მიუძღვენი პატიოსან ადამიანს, რომელიც იწყება ასე. იტყვი ვიღლები უკვე აღარ მსურს, გაუსაძლისი ყოფა ამგვარი უღმერთოების ბედი ღბალი მშურს, ქრისტემ კი თურმე გაჩუქა ჯვარი. აი, ჩემო ძვირფასებო, ეხლა კი გავაგრძელებთ ლექსათქმული სახარების გადმოცემას თქვენთვის, რომელსაც ქვია ქრისტე ჭეშმარიტ სიყვარულის შესახებ. ვკითხულობთ კვლავ ლუკას სახარებას, მე-6 თავი გახლავთ 31-დან 36 მუხლის ჩათვლით. თუ კი შენი გაყინული დაათნო და გათბა გული, მოსრულ არს და ცხონდა სულიც ჭეშმარიტი სიყვარულით. ვერ ამოხსნა ვერა კაცმა, რადგან იყო ძალზე რთული, თუ რაიარს ქვეყანაზე უანგარო სიყვარული. რადგან სოფლის საცდურებით მოეკიდა თვალთარული, ისევ ქრისტემ სასურველი განგვიმარტა სიყვარული. უკვე თუ გიყვარს, ვისაც შენ უყვარხარ ალალ გულით რაღაც ელი, მიგიღია ქვეყნა ჩენი საზღაური, რადგან ცოდვილთაცა უყვართ ფრიად მათნი მოყვარული, ქება ამას აღარ უნდა, კონდეს ამის ხსოვნა გულში. თუ გსურს, თავი გამოსცადო სნეულ არს თუ წრფელი სული, უკვდავებას სამომავლოდ გცემს მხოლოდ მტრის სიყვარული. რადგან ამით გამოჩნდების, ვით არ გიყვარს ღმერთი რჯული, გექნეს ვანი სამოთხეში მოყვასისა სიყვარულით. ამ ცნებაში იგულისხმე მოყვარეს და მტერიც შენიც, არ არის ღირსი, ღირს თუ იქმნეს, ჩემ მოწაფეს ესრეთ შვენის. თუ ვერ შეძლებ, მაშინ ერთს გთხოვ, რომ დაიცვა ოქროს წესი, გასწავებ თუ რას აითხოვს სიყვარულის განაწესი. ვით არც აქ სურს გექცეოდეს მოექეცი შენცა მოყვას, მადლი ჩემი გეძლეოდეს პირნათელი ჩემთან მოხვალ. ვინც ამ მტერი შეიყვაროს, არ შედრკება ამ სიმძიმით, არა მარტო შევიწყალო, სიყვარულის მცე გვირგვინი. მე დღეს მომიცია თქვენთვის სიყვარულის მისამართი, მცხეთას გელით ყველას ღმერთი საყვარელი ძისა კვართით. იქვე გელით საფარველი, სიხარულის ცით მთოველი, ქრისტეს ყოლა წმინდა დედის და წმინდა სვეტიცხოველი. რომლის ძირშიც განისვენებს წმინდა დედა სიდონია, ნანა და მირიან მეფე სიყვარულის სიმფონია. რომანოზით კბილ გალობით გლოცავს წმინდა ანანიაც, წმინდა ანდრიასალოსი ყველა ერთად აქ არიან. იდღე გრძელეთ და იხარეთ, არ მოგაკლდეთ სიხარული, ლხინშიც, ჭირშიც და ინახეთ ყოლა წმინდის სიყვარული. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.